როგორია ერთი დღე ზრდასრულების ბანაკში. ვრჩებით აი ამ ულამაზეს კოტეჯებში წყალტუბოში და დღეს ვიწყებთ 8 საათზე ჯანსაღის სნექით. შემდეგ ჩვენს პროფესიონალ ტრენერთან ერთად ვიწყებთ ვარჯიშს. რა თქმა უნდა, ყველა საჭირო აღჭურვილობა დაგვახვედრეს აქ. 10 საათზე გვაქვს ჯანსაღი და უგემრიელესი საუზმე და ცოტა დასვენების შემდგომ ფეხით წავედით 6 წყაროში, სადაც ყველა მექიმთან გავიარეთ კონსულტაცია და ყოველ დღე ვიტარებდით მასაჟებს და ამის შემდგომ წვებოდით საოცარ სამკურნალო აბანოში. დასვენებულები ისევ ფეხით მივდიოდით ჩვენს კოტეჯებში, სადაც უგემრიელესი სადილი გველოდა. შემდეგი აქტივობა იყო ნუტრიციოლოგიის ძალიან საინტერესო სემინარი ჯანსაღ კვებაზე, სადაც ახალი ცოდნაც შევიძინეთ და მივიღეთ ძალიან კარგი რჩევები. საღამოს ცივ ტბასთან მქონდა იოგაც, ყავდა საოცარი ინსტრუქტორი და არაჩვეულებრივი ვარჯიში გამოვიდა. ბოლოს წვიმა მოგვისწრო და გავიქეცით კოტეჯებში და ცოტა შესვენების შემდგომ ვივახშმეთ. ამის შემდეგ უკვე თავისუფალი დრო გქონდა და ვითამაშეთ მაფია. ჩემთვის პირველი იყო და თურმე ძალიან საინტერესო და ემოციური თამაში ყოფილა. ბოლოს ხმათა უმრავლესობით გადმომეცა ვიტანოვას MVP-s ბარათი და ვიყავით ძალიან ბედნიერი. თან მიყვარს სამახსოვროდ, როცა მრჩება რაღაცეები. ბანაკის სხვა დღეს ასევე გქონდა ზუმბა, სადაც საოცრად ენერგიული ინსტრუქტორი ყავდა და ჩემთვის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო ქალაქის ტურები, სადაც ფეხით დავდიოდით ულამაზეს მიტოვებულ სანატორიუმებში. ამ 4 დღის მანძილზე ყოველდღურად გქონდა გაწერილი გრაფიკი. დგებოდით დილით, ვარჯიშობდით, ვიკვებებოდით ჯანსაღად და მთლიანობაში ძალიან საინტერესო, მეგობრული, ჯანსაღი და შემეცნებითი თავგადასავალი იყო ეს ბანაკი. და თუ შენც მოგინდა აქ მოხვედრა, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ არ ინანებ, შეგიძლია ჩემი პრომო კოდი ჯანსაღი პანკო გამოიყენო და მიიღებ 10%-იან ფასდაკლებას. მეტი დეტალისთვის კი მიწერე ვიტანოვას და ჩემი გვერდის გამოწერაც არ დაგავიწყდეს.